გადაცემა სანამ თქვენ დარეკავთ მე შეგახსენებთ რომ კავკასიის უნივერსიტეტი კომპანია Avon-თან ერთად ახორციელებს პროექტს რომელიც თანახმადაც გაცოცხლდება 90-იანი წლები და ზუსტად ეს ადამიანები არიან ჩვენ და სტუმრად ვინც გადაწყვიტეს რომ გაეცოცხლებინა ვისაც ახსოვს ესე ჩვენთან ერთად ახსოვთ ასე ვთქვათ ხო ესე იგი ჟურნალისტი და კავკასიის უნივერსიტეტის PR მენეჯერი ვიკა ბუკი არის ჩვენთან სტუმრად და მასთან ერთად ჩვენი სტუმარია კომპანია Avon-ის PR მენეჯერი გუჩი თავხელიძე და ესე იგი რა თქმა უნდა Avon-ის ვიზაჟისტები რომლებიც ცდილობენ რომ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები ნინი მენაბდე და ანუნა მდივნიშვილი ესე იგი დაამსგავსონ 90-იანი წლების ქალბატონებს და გაუკეთონ შესაბამისი მაკიაჟი ნინო და თათია ზრუნავენ ამ ყველაფერზე Avon-ის წარმომადგენლები. მე როგორ გადავინასწრებ და ვკითხავთ თუ როგორ მოირგებენ 90-იანი წლების მაკიაჟს. ესე იგი ვიკა გამოეწყო პირდაპირ ხო? რო 80-იანებისკენ მიდიხარ მე მგონი. ხო 80 მოდი დაგვინახეთ რომ ცოტა და მეც ესე ჩავიცვალე. ჩემი ეს პატრიოტები. რომელიც მინდა გითხრა ახლა ისე ბრუნდება. ყველაფერი ტრიალებს. ნუ ეს ძალიან კარგია. მამხნევებს ეს არგუმენტი რომ მიხდება. ანუ გამართლებულია დღეს შენი ასეთი სამართალი. ნუ შემეძლო რიფსის ჩექმით მოვსულიყავი, მაგრამ ესე ვერ გავრისკე და მაინც უფრო ფერებზე გავაკეთე არჩევანი, იმიტომ რომ ეს ამ ყველაფერმა შემდეგ გაგრძელება ხდება უფრო შავ, რაღაცა ყავის კურტკებში დადიოდნენ. ძალიან შეკები, ხო? კარგი, მაშინ მითხარი რატომ 90-იანი წლები ვის იდეა იყო? იმიტომ არა რა გვენატრება, აუცილებლად მინდა რომ ხაზი გავუსვა ამას და ნოსტალგია გვაქვს და მოგწონს ეს წლები, რა თქმა უნდა არავის არ შეიძლება რომ ვინმეს მოწონდეს, მე საერთოდ არ ვარ სენტიმენტები არ მაქვს ამ წლების მიმართ. უბრალოდ იმიტომ რომ კავკასიის უნივერსიტეტი შეიქმნა ზუსტად 90-იან წლებში. ანუ ჩვენი პირველი სტუდენტი იყო 90-იანი წლების წარმომადგენელი და როდესაც ვფიქრობდი თუ რა შეიძლება და გაგვეკეთებინა აი ამ წლებთან დაკავშირებით, ბუნებრივია ყველაზე საინტერესო რაც იყო ის რომ უჩვეულო მოდა იყო, უჩვეულო სტილი იყო, ერთია კარგი იყო, გაურკვეველი იყო მე მგონი, არანაირი ცოტა რაღაც საიტასული. აგრესიულიც, პროვოკაციულიც, ნუ ერთია მართალი ხარ, ანუ რაღაც ცოტა ჩამოუყალიბებელი ასე ვთქვათ. ერთია ცუდია თუ კარგი, ამაზე შეიძლება ვიდაოთ, ასე ვთქვათ, ჩვენ უფრო პროფესიონალმა ადამიანებმა შეიძლება იდაონ ამაზე, თუმცა ფაქტია და ალბათ ყველა დამეთანხმება აქ რომ იყო ყველაზე ესე ვთქვათ ხმა ორიგინალური და მართლაც დასამახსოვრებელი სტილი, ეს ხო განიერი მხრები, ბანანა ჯინსები და მეც მაქვს ახლა. კი, სხვათაშორის მე ყველაფერი ტრიალებს და Avon-თან ერთად, Avon-ის დახმარებით გადავწყვეტით რომ გაგვეკეთებინა ეს პროექტი, ჩვენ გვექნება სულ მალე ფოტოსესია, სადაც მიიღებენ სწორედ ჩვენი სტუდენტები მონაწილეობას და Avon-ის ვიზაჟისტები შეეცდებიან რომ დაამსგავსონ ისინი, ასე ვთქვათ, იმ ხანის, იმ პერიოდის, ასე ვთქვათ, გოგონებს. ეს იქნება ანუ ეს კი კავკასიის უნივერსიტეტიდან, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ის ღონისძიება, რომლითაც თქვენ დაბრუნდებით ფოტოსესიით 90-იან წლებში. დაბრუნდებით 90-იან წლებში, ნუ კარგი, ყველაზე კარგ რაღაცებს გავიხსენებთ იმ წლების. ძალიან ცოტა გასახსენებელი სამწუხაროდ კერასინკას პარტიის ვერ მოვაწყობდით ნამდვილად და პირველი რაც იმ დროს პირველი ასოციაცია რაც მახსენდება 90-იანებში არის ტურბო. ხო ეს არ ჩააგრო თავი არ დაგეწყოს. წვანე კერასინკა და რაღაცა ძალიან საშინელი პურის რიგები. კი, ტალონები და ასე შემდეგ. ხო, ამიტომ ნუ გადავწყვეტეთ რომ ყველაზე კარგი რაღაცა გაგვეხსენებთ და Avon-ი გვეხმარება ძალიან. ზუსტად იმიტომ გაჩნდა იდეა ჩვენი თანამშრომლობის რომ თვითონ Avon-ს აქვს განახლებული ხაზი, განახლებული ფერთა პალიტრი და ძალიან დიდი არჩევანი იმისთვის რომ ვითამაშოთ ფერებით და გავაკეთოთ ექსპერიმენტი როგორ შეიძლება გამოვიდეს 90-იანი წლების მაკიაჟი და ნახოთ გოგოები რა შემოგთავაზებენ დღეს. მოდი შეგვიძლია მაშინ გადავიდეთ ხარ, მაგრამ მაკიაჟი არ გაქვს 90-იანი წლების. რა ვიცი, ლაინერი შენ მაინც ეხა მოიხსინე, ხდები ეხა მაინც არ გესწავლა. მოკლე ტოპები და ჯიპის გამოჩენა ვერ გავristკე, მაგრამ მე მგონი ძალიან ისეთ ფერადი ვარ, ანუ. შვენივრად გამოიყურები მინდა გითხრა. შვენივრად. ესე იგი მოდი მე გადავალ ახლა გოგონებთან, ნინოსთან და თათიასთან. ორი მიკროფონით და ნახავ როგორ აპირებენ ისინი რომ ესე იგი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები დაამსგავსონ 90-იანი წლების ქალბატონს. მოდი რომ გავიწყოთ. მოდი გითხარი, ესე იგი ანუნას რას უპირებ ახლა ნინო შენ, ანუ აი რითი აპირებ რომ დააბრუნო იმ წლებში ჩვენი არაჩვეულებრივი ულამაზესი სტუდენტი. გამარჯობა, თავისებად ხას გავუსვავთ თვალს, ანუ მაშინ უფრო აქტუალური იყო ეს ლაინერი, რაღაცა ისეთი გამოკვეთილი თვალის ჩრდილები.
ასევე ტუჩიც, რომელიც ძალიან ეფექტური იყო და მრავალფეროვანი ისეთი მუქი ფერებისგან შედგებოდა და ვეცდებით ეს ყველაფერი გავაკეთოთ ამ არაჩვეულებრივ მოდელზე. ანუ რა იყო მაინც ყველაზე დამახასიათებელი იმ წლებისთვის, ეს ლაინერი თუ რაღაცა ტუჩის, ასე ვთქვათ, მუქი ფერი? იცით ორივე, პრინციპში ორივე. ლაინერიც ძალიან აქტუალური იყო, ტუჩის მუქი ფერიც და ასევე მუქი ჩრდილები, რაც საშუალებას აძლევდა თვალს, რომ უფრო მკვეთრი და ისეთი ყოფილიყო ყოველთვის ან გამოსაჩენი, ასე ვთქვათ. კარგი, ვნახოთ ეხა იქით რა ხდება, ხო? თათია, მოდი, მე კითხავ, ანუ რა დარჩა იმ წლებიდან, ასე ვთქვათ, აი ვიზაჟის კუთხით რომ წავიდეთ და რა შეიცვალა, ანუ რა არის ძირითადი ის განსხვავება, რაც დღევანდელი თანამედროვე ქალბატონის მაკიაჟს ასხვავებს 90-იანი წლების ქალბატონის მაკიაჟისგან? აი, ცით რა განსხვავება, მე მგონი არაფერი. ისევ ისი აქტუალურია ლაინერი, გამოკვეთილი თვალები, ტუჩი, კონტური ძალიან აქტუალურია ამ წელს. ანუ ეს იგი შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ არაფერი არ შეცვლილა. განსხვავება კითხეთ. რეალებს იცით. განსხვავება სახეზე გძნობს განსხვავებას. და ბრუნავს. ბრუნავს, მოდა ეს იგი დაბრუნდა ყველაფერი, თუმცა ფიქრობ, რომ დღეს ყველამ უფრო უკეთით ის თუ რა უხდება და როგორ უნდა გაიკეთოს, არა, მაკიაჟი. მაშინ თითქოს ექსპერიმენტების პერიოდი იყო და უფრო მეტად ექსპერიმენტებს ატარებდა ადამიანები ამ ფერებით. უფრო თამაშობდნენ დღეს უფრო დამჯდარი ფერები და ტონალობები. ეს იგი რეკლამის შემდეგ ჩვენ შემოგვიერთდება კიდევ ორი ახალგაზრდა, რომლებსაც ჩვენ სავით ასევე კარგად ახსოვთ 90-იანი წლები და ჩემი მეგობრები არა ხოთაშერს და ერთად გვაქვს გავლილი ეს უბნის თამაშები, რომ ვიხსენებდით რა ზოგი თამაში წარმოუდგენელი. შემოგვიერთდებიან ერთად გავიხსენოთ აი ეს თამაშები და ეს პროფილი და რა თქმა უნდა იმ გათია იყო და ნათია დუმბაძე არის. ნათია დუმბაძეა, სალომე ბაკურაძე 90-იანი წლები გამარჯობა როგორ გილავში და ჩემი ფუთეთ დღეს 90-იანი წლების წარმომადგენლები რომელიც მე ხამუშება. ჩვენ ვართ ის თავი რომელიც გამურული იყო სკოლაში 90-იანი წლებში. პატარა 90-იანი წლების თავი. თქვენთან ერთად. ჩვენ აღარ გვინდა რომ ყველაფერი კარგი გავიხსენოთ მაგრამ მაშინ გავიხსენოთ რომ ჩემი მეგობრები მოვლენო ახლა რამდენიმე წუთშიო და ისეთი თამაშები უნდა გავიხსენოთ, ხო? ქურდი ზონაში. თამაშები თქვენ ქურდი ზონაში მიყვარდათ. მეკა განსაკუთრებით. აი და რა გახსოვთ ყველაზე კარგად მაშინ დავიწყოთ მოდი. ანუ 90-იანი წლებიდან. რატო იყო მარტო ეგ იყო კიდე? პრეში ფუცი იყო. რეზინა ბანაკრა ორდრეშობანა. ორდრეშობან გეუბნეს ვერასდროს ქვამოქში რაღაცა ქვამოხდა გაგორდა. მე მახსოვს რომ რაღაცა სულ ჩხუბობდით. რას ვერ ვიყავდით არ ვიცი, მაგრამ აი გოგოებით ბიჭებს რაღაც პირველი ეზო, მეორე ეზო და ეხლა ნინძობანა რატო ერქვა ამ თამაშზე არ ვიცი. იმიტომ რომ ვიფარებდით კაშნებს, სახეს და მარტო თვალები გვიჩანდა და დავსდებდით ბიჭები გოგოებს. აი ბიჭები გოგოებზე იყო კი აქტუალური. არალობანა. ეგრე დავსდებდით ბიჭები გოგოებს. ვის დასდებდით სალომე? დავსდებდით ბიჭები გოგოებს. არა, 90-იანი წლები იყო მაშინ კაცი ქალი. არალობანა რო იყო და რაღაც დალადობის მსხვერპლი რო ვიყავით აქ თუ გახსოვთ. აი მონიტორზე ვხედავთ ახლა ჩვენ ფოტოებს 90-იანი წლების მოდა პირდაპირ შეგვიძლია საქართველოში ვნახოთ თუ როგორი იყო. თქვენ როგორ გახსოვთ გოგოება, მოდი ისე მოდის გარშემო ბრუნავთ, ხო? იმიტომ რომ ერთ-ერთ მოდიზაინერმა ზუსტად ვერ დავკონკრეტდები ახლა, მაგრამ გახსოვთ ის პოლიეთილენის ჩანთები, რომელიც მასიურად დიდი ტვირთიდან ჰქონდა ტყუილებ აზრობებთან. აი გამოუშვა ან გუჩი, ან ვალენტინ, აი ვიღაცა ისეთ წამყვანო ბრენდმა ერთ-ერთმა და დაბრუნდა ახლა. და ძალიან ათასები მიცემული ჩანთაში, ჩვეულებრივ პოლიეთილენის ჩვენთანო ბაზრობაზეა. ბაზრობაზე დადიან და 90-იან წლებს რო პირდაპირ გვახსენეთ. კი ზუსტად აი ეს ჩანთა რო ქონოდა რომელიმ საოცრებად წარმოვიღებდით. კარგი და რა განასხვავებდით იმის გარდა რომ იყო ცუდი პერიოდი იყო ნამდვილად. იყო მართლა შაუმელი პერიოდი იყო და რაღაცები დავკარგეთ. ჩვენ იმდენად არა, ჩვენ ახლა აქ ისეთ თაობის წარმომადგენლები ვზივართ, რომლებიც უფრო თამაშობთ. კარგად აკონტროლდა ასე ვთქვათ. ამ ძიმე პერიოდში ჩვენ გართობაში გადავაგორეთ, მაგრამ რაღაცა ხო დაგვრჩა. თუნდაც ის რა აზროვნებას დღეს ჩამოგვიყალიბდა, ხო რაღაცა მოგწამს. მე
მე მაინც გონია რომ ნუ საბედნიეროდ არ ვთვლი მაინც და მაინც რომ 90-იან წლებს აზროვნება გვაქვს ვინმე მაგრამ აი დატოვა კვალი ხო? კვალი დატოვა არ ვიცი მე მინდა რომ ანუ სამწუხაროდ ვიღაცებში დატოვა მე რა თქმა უნდა პროტესტი მაქვს ანუ არასდროს არ მივტირი ხოლმე და ძალიან მიყვარს ძალიან ბევრი ადამიანისთვის ანუ გამიგია ხოლმე ხშირად რომ აი 90-იანებში ნუ რაღაც ბევრი ცუდი რაღაც ხდება და ბუნებრივია მაგრამ რაღაც სენტიმენტები აქვს ხოლმე და ეს არ მესმის და მგონია რომ რაღაცა ცისულელია კი ჩვენ ახლა თინეიჯერები ვიყავით პრაქტიკულად ყველანი 90-იან წლებში როგორ შეიძლება მოგინდეს მაშინ ის პერიოდი იყო ჩვენთვის განსაკუთრებით როცა ვცდილობდით რომ ესე იგი რაღაცა გავპრანჭული ყავით რაღაცა ახალი ჩაგვეცვა აი ეხლა ნათია თუნდაც აი შენ კითხავ ხო უყურებ იმ წლებს აი რა შეცვლიდი რა არ მოგწონს ახლა აი თუნდაც როგორ იმოსებოდი იმ წლებში ავიცოდი რიფსის ჩექმები რომელსაც ედაჩი ვიმყიდულობდა ყველა ზემის ყველა ფორმის შუზი და ჩექმა იყო მახსოვს კარგად yes და no რა თქმა უნდა ვეძებდი გუშინ და ვერ ვიპოვე ვერ ჩავიცმედი იუკებიც ხო იყო ძალიან ღრმა ბავშვობა იყო შეიძლება მაგრამ ლამბადა რო ეწერა იუკებს გახსოვთ მაკარონი ზებიც რაღაცნაირი პირამიდა შარულები რომელიც ეხაც აქტუალურია იცი რა ხო მართლა ძალიან ზემო და ტყავის კურტკები და ეხა ვიხსენებდი რომ სხვათაშორის ჩემ დეიდაშვილს ჰქონდა ტყავის კურტკა აბიტურიენტობის დროს და რომ დაიგვიანებდა სახლში იყო ერთი ამბავი რომ რა ეცვა ეკას და ვინმე მხوار გახადა და დააყაჩაღა და ნუ ეს უბრალოდ არ ხდიდნენ ნუ სისხლიანი მოდიოდი მე სახლში და ნუ ბოლოს აი ბომბზე იჯდა ეს გოგო მივხვდით რომ ეს ვიღაცამ გაამწარეს ბავშვი ბოლოს ნუ გავხადა და ნერვები აღარ ქონდა ყველა დაგვიანება და ისტერიკა იყო სად არის ეს ბავშვი რატო იგვიანებს ტყავის კურტკა აცვია ტყავის კურტკით არა ყოველ შემთხვევაში რაღაცა დიდი დუტის კურტკებიც შემოვიდა მაშინ ძალიან დიდი ზომები გვეცა და სხვათაშორის ერთი კურტკი ვიპოვე ერთი და ეხლაც დიდი მაქვს და ვერ ხვდები მერვე კლასში რატომ ეცვა ყოველთვის დიდი ტესტი ყველაფერი დიდი იყო საბავშვო ის არ იყო ხაზი არა საერთოდ ალბათ დიდები შემოდიოდა ყველაფერი და ჩვენ ესე პატარახნიერები ვიხდებოდით დიდხანს მაგრამ აი მახსოვს აი კარგად მახსოვს ყველაზე კარგად ეს yes და no მაიკე მთელ სკოლას ეცვა ყველა სხვადასხვა ფერი სხვადასხვა ფორმის წითელი მწვანე და ხსნადაშვება იყო რომ შემოვიდა კედები იცი ოდნავ ყელიანი გახსოვთ ფერები და კრემისფერები გოგოებზე მე მახსოვს ერთი რამე რომ შემოვიდოდა მოდაში შემდეგ ყველა რო იმაში იყო გამოწყობილი და ბოტასები რო გადიოდი გარეთ და ზოგადად ამას ეხაზარჩივით ხო ბოტასები გამხადეს მაგრამ ჩავჯიქით ყავა შემოვიდა მაკიაჟს გადავხედოთ აბა ივანმა რა გამოვიდა ხო მოდი გადავიდე მე თუ ვიყო აქ ვიცი უკვე როგორც გაგიხარდება თქვენ რა სიტყვით გოგო შევათვალიერებ აბა მაკიაჟი ალბათ გუჩი იყოს ერის შემდეგ აი ყველაფერს ხელს დაუსტაცებ მე მგონი არ ეყოფოდა ხო რა თქონდა გამოყოფილი ამ მაკიაჟის სასრულებლად თუმცა მაინც შეგვიძლია ვნახოთ თუ საით მაკიაჟი მართლა არ თვალების შრდილები იქნება ეს თუ ტონალური საცხი თუ ასე შემდეგ მე მგონი სწორედ ის განახორციელეს გოგონებმა რაზეც საუბრობდნენ სანამ დაიწყებდნენ ამ მაკიაჟს და ესე იგი გოგონები დაიმსგავსნენ 90-იანი წლების ქალბატონებს ქურქი გვინდა იმისი ოკეი დიდი როგორ მაგალ დუბლიო და ქურქი სახშიც ვიჯექით ხოლმე კაცობა არ იყო და სხვა გზა არ ქონდა გორიხსენებს უხა მაგ 90-იან წლებს ამოჭრით ამოჭრით მე ნამდვილად კარგი მოდი კიდევ ერთხელ შეგვახსენე მაშინ როგორ აპირებს კავკასიის უნივერსიტეტი ასე ვთქვათ სიმბოლურად დაბრუნდა 90-იან წლებში. ნუ ეს რა თქმა უნდა იუმორია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენი პირველი სტუდენტი იყო ზუსტად ამ თაობის წარმომადგენელი და ვაპირებთ რომ გავაკეთოთ ფოტოსესია ქუჩაში, ცოტა ისეთ კედლები ავიღეთ ჩამოტყავებული, ჩამოხლამებული ცოტა, ანუ და რაც თავი სტილია, ჩვენთვის არის აქ საინტერესო მხოლოდ მოდა და მხოლოდ სტილი. ეს გვაინტერესებს. ანუ ის რაც საინტერესოა კალაშნიკოვებით არ გადაიღო. ხო, კალაშნიკოვებით არა, რაც ძალიან მოდაში იყო მაშინ იმ პერიოდში და მაგას ვიხსენებთ სხვათაშორის ახალ წელს აბაზანაში ხდებოდა 1-2-3 წელი, იმიტომ რომ აივანზე ვინ გავიდოდა მაშინ. ყველანაირი სისტემის იარაღი. გოგოები იმღერებენ, დაგამშვიდებენ. თან 2014 წელია. კი, ყველაფერი უკანა. თქვენ რომელი წლების სიმღერით ვთქვით ახლა? გადავახვიეთ კიდევ უფრო, იმიტომ რომ მაგრამ კიდევ უფრო ადრე. ზუსტად წელს არ გიტყვი, იმიტომ რომ ეს არის ევროვიზიის პირველი ევროვიზია, როდესაც ჩატარდა 65-66. ალბათ.
შეიძლება კიდევ უფრო არა, უფრო შორს ალბათ 64 წელი. სტალინის დროს არ ტარდებოდა. შეიძლება 84 წელი რაღაცა თომ ესე მახსოვს. მე რა დავიბადე? პირველი გამარჯვებული სიმღერაა ეს ევროვიზიის, რომელსაც ახლა მე დანათია შევეცდები შეგისულოთ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ესე უცეკვე. კარგი, იცადეთ მაშინ რომ ხო, ეს შევისრულოთ. ბავშვი დამიმშვიდეს. ცოტა ისე. დიდი მადლობა ყველას, ესე იგი არა, ენერგიულად, იმისთვის, რომ ესე იგი გავერთეთ და ყველა ერთად დავბრუნდით 90-იან წლებში და გავიხსენეთ როგორი იყო 90-იანების მოდა, ასე ვთქვათ. ჩვენ გავერთეთ. დამშვიდობებით ჩვენს თქვენთან ერთად მაყურებელს ორ შაბათამდე უკვე ბედნიერ უქმებს გისურვებთ და დავბრუნდებით ორ შაბათ ისევ 8 ნახევარზე. კარგად გაგიგეთ.